აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის თავმჯდომარემ მორიგი შეხვედრა ქუთაისში სამედიცინო ცენტრ დიომედი პლუსში გამართა, სადაც დაწესებულების პერსონალს შეხვდა და პოლიკლინიკების რებრენდინგისა და სამომავლო განვითარების შესახებ გეგმები გააცნო. ლევან გალობლიშვილმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიონალიზმისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და ექიმებს დიომედის კლინიკების ახალი დირექტორი ნათია ფარცვანია წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში ლევან გალობლიშვილმა ღვაწლმოსილი ექიმი ნინო ქასრაშვილი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელით დააჯილდოვა. შევხვდი ექიმებს, ძალიან დიდია და მნიშვნელოვანია მათი ღვაწლი ჩვენი დროებითი მოსახლეობის მიმართ, ასევე წარუდგინე მათ ახალი მენეჯერი პოლიკლინიკების გაერთიანების, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან პროდუქტიული იქნება მისი მუშაობა და ასევე დავაჯილდოვეთ ღვაწლმოსილი ექიმი, რომლის გამოცდილება ძალიან წაადგა ჩვენს მომავალ თაობას. აქტიურად ვეცნობით თანამშრომლებს, ვისმენთ მათგან საჭიროებებს, მივხედოთ ინფრასტრუქტურას, ასევე დავამატოთ ამბულატორიული სერვისები, აქტიურად მუშაობთ რებრენდინგის პროცესზე, ეს არის ჩვენი უახლოესი სამომავლო გეგმა. მადლობას ვუხდი მათ ჩემი შრომის დაფასებისათვის და ჩემის მხრივ მაქსიმალურად ვეცდები ჩემი პროფესიონალიზმი ძალისხმევა მიმართო ჩვენი დევნილი და რა თქმა უნდა არა მარტო დევნილი ბენეფიციარების ჯანმრთელობის სადარაჯოზე, კიდევ უფრო მეტ ენერგიას ჩავდებ ამ საქმეში